ნიკუშ ცოლის მაჩელკა გამორა ფეხბურთს უყუროთ ბიჭო რა გამხოვა ლაბა რას ვიზავ ამას ვაჩვენებ მოვკიდებ ხელ და ხო ხვდები ბიჭო არაშინა გეუნები კაცმა გაია რა ხდება რა წეში ხარ დავალ ბიჭებს უძახანი ნახევარ საათი და დაუბრუნდები სახში და მე კარგი ჭუჭერი სიტყვაზე ამორეცხილი გაქვს მაქსიმალურად არის გაკეთებული ყველაფერი აპაჩესხი გაქვს ეს ყველაფერი მოსატანი გაქვს აპაჩესზე აპაჩი მიღებული ეს რა კონსტიქს რამდენი ვიწერია გამჭირე გავაგზავნე კილეული როგორი გინდა ბუბუშალები ესეთი რა ეს სუნძირები რომ გასწრე და აჰა მარილიანი გინდა მარილიანი წარი არიანი მინდა მე ბუბუშალები გინდა რიკორაჯკები, რავი, მსგავსი ბალიშები, რა ვიცი, ნამცხრები, რა ვიცი, რესუმზირები, აჰა. აი მაქსიმალურად რაც იყოს საჭირო, ყველაფერი მოვზიდე და მოვიტანე. ფორთოხლის წვადი, ბარბეკიუ. აჰა. შემიძლია გავიდე? კარგი. 3 საათი და 5 წუთი. მოიცა 4 საათი გავდივარ, დაიცა. 4 საათი როგორ მოდიხარ? აი ამით იგინდა 4 საათი გაყვიდე საერთოდ? საათი და 2 წუთი. ეხლა გეტყვით თუ რატო არ უნდა დაპირდეთ არავის არაფერს. ალბათ ყველა ძალიან კარგად იცნობთ ანა ხაჩიძეს. ანა ხაჩიძეს ვთხოვე დახმარება ახალ წლებამდე რაღაც კონკრეტულ საქმიანობაში, რის სანაცვლოდაც დავუპირდი რომ ბურგერებს ვაჭმევდი. ვიფიქრე იანვარი გავიდა და აღარ ემახსოვრება თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. დამირეკა და გამახსენა. ხო და მოვედით გალერეა თბილისში, ბურგერ ლომებში. გემოვნებაც კარგი ქონიათ ალბატონს. სხვათა შორის ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა, სიმწვანე, სიფერადე. ვინც არიცით გალერეა თბილისში მესამე ფილიალი გაიხსნა ბურგერ ლომების. ანა მაირჩია ეს ადგილი, სადაც მივირთმევდით ბურგერებს. იმხელა ბურგერები აირჩია ანამ, რომ შოქში ჩავარდი. რეალურად მე რამდენად უნდა ვთქვა, რომ ანას კუჭნაწლავის პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც არ ამბობს უარს ასეთ რაღაცეებზე. ისე ძალიან მადი საყდრელად გამოიყურება. შედარებით პატარა ბურგერი მე მივირთვი და რა თქმა უნდა დიდი ბურგერი ვინ მიირთვა? ანა ხაჩიძემ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანას კუჭნაწლავის პრობლემა აქვს და წამალი დალია, იქამდე სანამ ბურგერებს მიირთმევდა, ძალიან გავღიზიანდი. პატარა მორიდების უნარიც არ გააჩნია გოგოს. ეხლაც არ მავიწყდება როგორ დამირეკა და შემახსენა რომ შენ გაქვს ვალი ჩემი ბურგერებისო. თქვენ ალბათ გონიათ რომ ამ ბურგერებს ვერ მოერევა, მაგრამ ძალიან ცდებით. ამას ცოტა ხანში ნახავთ. მეც რა თქმა უნდა გავსინჯე და სასწაული ბურგერია ოღონდ მართლა. როგორც გითხარით, ანამ სულ მიირთვა ბურგერი, თითქმის 1 კილოიანი. ამ ყველაფრის შემდეგ ვითომც არაფერი და გაპრანჭვა დაიწყო, იქვე გვერდით არის ხარი, ხარზეც მოჯდა, ეს ნაჭამნასომი. მერე შემდეგ მეც ვთხოვა რომ შენც მოჯექიო და ასე ვიკატავით, გავერთეთ, ვიცინეთ, ვილხინეთ და ასე დამთავრდა ერთი ჩვენი ლამაზი დღე. მადლობა ბურგერ ლომებს. გავაკეთოთ ფილტრი, ესე იგი აქ არის ძალიან ცუდი მომენტები და რომელი უფრო გწამლავს. ტოლეთის კაღაზი რო გამოგეროვა. ხელი რისთვის გაქვს? შემდეგი. ამ დროს იზრდება ჩემი სისწრაფე და სიტყვის მარაგი. სად არის ეს დედ? კაი, შემდეგი. ეს საცხობი, ხო? მე მანქანა არ ყავს, შესაბამისად საცხობშიც არ მიწევს თითქოს თქომა. შნოროკების გასეირნება მინდორზე, რა მე არ ვასეირნებ ხოლმე, დაშილები მიყავს. კვანწულები. რას ცეკვავს შეგენაცვალე, მიდი ათლერინს გაჩვენებ. შემდეგი. კაი, შემდეგი. მკვდარი ხარ. ანუ ან შეეგუე რომ მკვდარი ხარ, ან გაიქცი სხვა გალაქტიკაში. უნდა აი უბრალოდ აი ხო ხარ? და აი უნდა გაქრე უბრალოდ. პირველზე. შემდეგი
მე ყავას ახშობს სამსად არც დამექცევა, არც კომპიუტერი მაგ არაფერი არ გამაჩინა, მე ზოგადად არანაირ ქონების პატრონი მე არა ვარ, ამიტომაც ვერაფერს ვერ გავუფრჩებ. ნუ ეს რაც არ უნდა იყოს, მაინც მეორეზე დაждდება. უი, მერვეც არის. ვაი, აი ხელის დაბან არ მახსოვს, რომ სვიტრი არ დამენსოლო, არ გამოვიწუწო და დავიწუწო სულ. გაუდის კრაწაკრუწი. დღეს მე და ჩემი შვილი დავაგემოვნებთ გოჭი ხრაშუნას გოჭს. შვილო, ეხლა რა ხდება? ანიასუნია მორკა. ეხლა კარგად გავსინჯოთ გოჭი. შეხედე ანაჭერია მამი. სიმწარეც კარგად აქვს. ძალიან გემრიელია პირველ რიგში, ძალიან ხრაშუნაა. კაი წემალია. ამაზე გემრიელი გოჭი საქართველოში არ არსებობს. თქვენ გენაცვალეთ რა გემრიელი. ძალიან კარგია. აი, სიტყვები არ უნდა ჭამო. ჩემი ძალიან გემრიელია, მოკლედ. ხორცი ძალიან გემრიელია. რაღაცა უგემრიელი საჯიკა აქვს და ხრაშუნაა სასაული რა. თუ გინდა რომ გოჭი გამოიძახო, უნდა გამოიძახო გოჭი ხრაშუნა რა. აი, უგემრიელესი და ბრავო თქვენ რა. ნუ 1-6 ადამიანს გეყოფათ გემრიელად, რომ აი იხრაშუნოთ. გოჭი ხრაშუნა მდებარეობს ბელიაშვილის 53 ნომერში. რატომ მოამზადე? ჭიხირთმა? ვინ შეგიკვეთა? იმან შემიკვეთა იქიდან რო არ მასვენებს იქიდანაც. დამესიზმრა ჭიხი ბოლომდე ვერ სამბობდა რა უნდა და ჭიხი და ჰაგავაკეთე ჭიხირთმა ზმრითაო თუ? ზმრით არა ისა მაგას მის დღემ შეამკულა ქონა ჩადგმული ხა და ძმას ჩავასხავდი ხა იქაც იქნება ალერგია მისცეს. იქაც შეპასუხებების სხვადასხვა ტიპები პატარა ბავშვებში. დებილი ხარ? შენ სახელს რატომ ეძახი? ომაი, დაგვინდე, კაი, სიგმა, კაი. რა შტერი ხარ. შენი შტერი დღეში დარბის. საჭამურთხი. მეორე ჯერჯერი გადამეყრები და შენ თავს დააბრალე. Get out! რანაირად იკრიჭები. შენსავი ძვირფასო. She's a fairy. დედა, კაცში ყველაზე მეტად რა მოგწონს? კომპლიმენტებს რო გეუბნება და რო გელაპარაკება შვილო, კაი სიტყვებით. მამა, ქალში ყველაზე მეტად რა მოგწონს? ჩუმადროა. ეხლა ფოტოს დაგანახებ და მითხარი როგორი გოგოა. ნება. ხო, ღადო, რა მაგარი გოგოა, რა თმები აქვს, რა ტანი აქვს, რა სახე აქვს, ვინ არის? გოგო ეს ის არის ნიკას ეხლანდელი შეყარებული. რას გავს გალო ამაზე ეჭვიანობ ჯერ შვარცნეგერივი ტანი აქვს. თმები აქვს ცხენის ძუსავით. ცხენის ძუ კი არა, ციგნებს რო ცოცხები დააქვთ, ხო იცი? აი ის უფრო ელასტიურად გამოიყურება ვიდრე ამის თმები. ღადაობ ეს რო გამევნახო შეიძლება პარალიჩ მომგლიჯოს. კაი რა, ამაზე რა გაეჭვიანებს? რომელი საათია ჩემთან არის 4 უკლიათ 15 წუთი. თქვენთან რომელი საათია ხალხო? ვის გვიძავთ და რამდენს გაქვთ მაგიდან? ძალიან ლამაზი ხარ. მართლა, ძალიან დიდი მადლობა. ვიცი. შეიძლება სადმე დაგპატიჟო? რავი, კი, რატომაც არა. არ მცალია. ძალიან მომწონს გრძელი თმები და მაგრად გიხდება. აი, ნუ მაწითლებ. ხო და ხვალ კარეს ვიჭრი. რასაყვარელი ხარ, ამალ-მალემ პასუხობ? ხო, არ მიყვარს პასუხების დაგვიანება. სულ ერთი კვირის მერე რატომ პასუხობ? მადლობა მითხარი რომ საერთოდ გპასუხობ. ისე მეკცევი შენაირი თბილი გოგო იშვიათობა. ისე მეკცევი შენაირი ყინული იშვიათობა. რასაყვარელი ხარ ყველა ფოტოს და სტორის რომ მეგულებ. კაი, დიდი არაფერი. აი ერთხელ ფოტო რო დამიტირო, მაინც რა მოხდება. ისა და მთვარეზე სახლიც ხო არ გიყიდო. სულ ისეთი გაწონასწორებული და მშვიდი ხარ, გეტყობა რომ ფსიქოლოგია გესმის. კი, ბუნებით ესეთი ვარ. ყველაფერზე ისეთი მწვავე რეაქციები გაქვს და მიჭედავ შენ მგონი ფსიქიატრი გჭირდება. ცოტა ხანი მადროვე და ფსიქიატრი შენს და გჭირდება.
ამდენი ძილი. ეხლა მე ავდგები და რადიკალურად შევცვლი ჩემ ცხოვრებას. მოდი ხალიდან დავიწყოთ. კაი იყო სხვა. მოდი გავდივარ. სად გადიხარ? მაგალითად გავდივარ. ძმაკაცებთან მე რამდენი ხნით გადიხარ? არ დაგავიწყდეს ჩვენ? ხელშეკრულება გვაქვს გასადები. ხელშეკრულება გიოს ძმაკაცებთან გასვლის შესახებ. ეს რა დაგავიწყდა? თუ 10 წუთით გინდა გასვლა, სნიკერსი უნდა მომიტანო. 15 წუთით ტვიქსი, 20 წუთით გადიხარ ბაუნტი. 25 წუთით გასვლა გინდა ნებისმიერ სახეს ვაფლი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბევრი იყოს შეგნით. 30 წუთით გასვლა ჟელიბონი დაგიჯდება და 40 წუთი კიტკეტი. მაგრამ ძვირფასო აქციები მაქვს. აი სნიკერსი და ტვიქსი შეიძლება 30 წუთით წახვიდე თუ სნიკერს და ტვიქსს მომიტან 25 წუთის ნაცვლად. ტვიքს, ბაუნტ და ვაფლს თუ მომიტან 60 წუთის ნაცვლად 65 წუთით. მაგრამ გვაქვს ძალიან მაგარი აქცია. სნიკერსი, ტვიქსი, ბაუნტი, 2 ვაფლი, 2 ნებისმიერი სახის ჟელიბონი და 2 კიტკეტი 3 საათი და 25 წუთი. 3 საათი და 15 წუთის ნაცვლად. ბოლოს შემოთავაზებას ავიღებ თუ. ბოლოს აიღებ? იცოდე ზუსტად 3 საათი და 25 წუთზე აქ ხარ ხელი მე მოაწერო ამას. მიდი, გელდები. მომიტანე. ყველა. ერთი სნიკერსი. ერთი ტვიქსი. ერთი ბაუნტი. 2 ცალი ნებისმიერ სახის ვაფლი, რომელიც გადიხარდება. დროშენი, კარგია. 2 ცალი ჟელიბონი. ჟელიბონი. ხო, ისე ამაქცეს ვერ გამოიყენე. ბაკ. 2 ჟელიბონი და 2 კიტკეტი. აუცილებლად. ძალიან კარგი. აქცია შედის ძალაში, მოაწერე ხელი თუ შეიძლება. თუ შეიძლება საზოგადოებას დაანახე რომ ჩვენ ნამდვილად მოაწერე ხელი. კი ბატონო. მოვადასტურე. ზუსტად 3 საათის და 25 წუთის გასვლის შემდეგ შენ სახლში უნდა იყო. კარგი. A few moments later. სათხარგიო? ზუსტად 3 საათი და 27 წუთი გავიდა. და მოდიხარ კიბებზე. 1 წუთი რო გჭირდება აქ ამოსასვლელად და 3 წუთი იგვიანებ, ხვდები ალბათ. გატრიალდი ახლა მაღაზიაში და ამ 3 წუთის სანაცვლოდ რამე წამოაყოლე. ბარნი. ეგრე მარტივად ვერ გამოძვრები. ბარნი, 3 წუთი ბარნი. ზიახ. მიდი, გელოდები. კაი. დედა, მშია. აუ მშია დე რამე მაჭამე რა. დე, მშია. მშია. რამე მაჭამე რა დე. რეალ ორ ფაკე. ფაკე. Oh no, real. ფაკე. Oh no, real. ფაკე მაინც. Oh no, real. ამ ქვეყანაზე ამას არაფრის სუნი არ ჯობია. ამის სუნი საოცრება არის. იო, მე შენ ამას ვაცნობცე, თუ ხელებს ესე გავიშვე, ხალხი განაუღებაში გაგძრები. აქ ის ინდა. მაგარი გამოძრე? ხო. 1 წუთი? ხო. რა ვერ გავზვერი მოშო. ხელები არ სამიგია, ვერ გაზვერი. მოდი ჩავუტაროთ შენ თვალებს მაგარი გამოცდა. აქ არის 10 ხობა 100%-იანია თუ 4-ვე სტეიჯი კარგად გაიარე. გამარჯობათ მდედრებო და მდიდრებო. ეთერიშია ჩემი ძმაგასი გვერდზე ოთახში. ხოლო ეს კი გადაცემა ფილოსოფოზებია და რა თქმა უნდა მე ამ გადაცემის დედ და შევეცი ასე რომ დღეისათვის ბოლოს თომარი გენოციდ სამყაროული ვქოთ. აი ხარა ეთერო რა გასურა.
უგროვესი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია. რას გადაგა? ხური, ხორ გიგდიათ ჩვენი გადაცემისათვის. სებახი თქვა თქვენი გადაცემა, მაგრამ ახატია. მაშინ ასე ვთქვათ იცოცხლო იქნება. გირე გამარ? აბა. გიშმა დედა? კი, გადაგებოდა ორ გადაცემაში. რომ მორჩებით მარისთან ავდივარ, დაქალები უნდა მიმეცადინოთ. კი, მარისაც მე გამოსტი პირადად გამოსტებში. ბოდიში? კითხავით თქვენ იცოცხლო იქნება, ეგრევე კითხვებზე გადავიდეთ. რა გიგზნიათ ყველაზე კმილი? დედა ჩემი შუშტი. ყველაზე სკელი. ჩემი. შიქ ხო არ გაქვთ? შემდეგი? ხარი ხართან უნდა აბა. იტყავლებენ? და ბოლო. როდის გიგზნიათ თავი ყველაზე უსაგებლო? როდესაც ეკატერინე მეორეს ქმარი ვიყავ. აბსოლუტური რეკორდი. 6-დან 14-ის ბასუხი. ნაბოზარმა 30000 ლარი გამომიღო, მაგრამ გილოცავთ. სანამ გადაცემას დავასრულებდეთ, ჩვენი დამსხმელია მანქანებისა და ჩელავეგ პაუკის ქსელი, ოპელი. წამიაწყოთ ის ოპელი. დავაინახოთ, მაგრა დაბა. ნახოთ. ჩვენი გადაცემის წამყვანი იყო და რა იყო რა. ყველაზე უკეთესი ვინ იქნებოდა. ეკრანებზეა ხატია, ხუთი ნიკლეზე მახატია. ორი და ბიჭი ვარ ხო? ხუთ შაბათია დღესა და ახალი ფასდაკლებების კვირა იწყება. ორი და ბიჭი რო არ იყოს, ან მე რა მესწრება ან ხვიჩას. კაი მიდი წავედი, კაი. დედა ნუ სასრაფასია 9 და 95, 15 და 95-ის ნაცვლად. რა კარი ფასდაკლებებია, არა ქალბატონო? ნამდვილად მასეა, აქ უფრო მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში. ხო, გეტყობა რაღაცა სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, კოჭებში გეტყობა. უკაცრავად? არაფერი, ცუდად არ გამიგო, მაგრამ რაღაცა ახედე და შეგაჭყე რომ არ ახარ ახლა რაღაცა ფლაქალობის ამბავში ისა. ცოტა წესიერად რა. და გაჩუმედო შენ ქმარს მოუყევი ყველაფერი. და რა უნდა მოუყვე ერთი ჩემ ქმარს? უკვე მე ვიცი, ავტონი და მეცნო გადავწყვიტა შენ ქმარს რა უნდა მოუყვე. თავხედო. ხო, ფიქრო. ისეთ კარხასიათზე ვარ ნეტა იცოდე. რატო ხუთშაბათია? დიახაც რომ ხუთშაბათია და ორი ნაბიჯის ფასდაკლებებზე ვარ მოსული და ისეთი კარგი ფასდაკლება აქვს ორ ნაბიჯს რომ კიდე ერთი ადამიანი ამოვიცანი, ამხედე და მივხვდი რაც არის და როგორც არის და გავამწარე კიდევ ერთი ადამიანი. ჩაიწერე +1. ვიწერ! რაფაელო ვიყიდე და ერთი წელი შევინახავ, რა ვიცი. ვინც დაიმსახურებს იმას მივცემ საბოლოო ჯამში. თავხედი ქალი ეს. წესიერად! შენ თვითონ იყავი წესიერად, შენ თვითონ უზრდელო შენა. აიმე, აი ხლა ხილვა მქონდა და რა გელოდება შენო მომავალში არიცი, ხილვა მქონდა. ახალგაზრდა ხო? პარტი წარმოადგენთ პარტი. თეთრი ბარათი რატომ არის? არ ვიცი, ასეთი დიზაინით დამეჟადეს. ალბათ დაიმსახურე. საიდან მოდიხარ? არ ვიცი, მაგრამ ისე ყველაფერი თეთრი იყო. თქვენ? მე საიდან მოდივარ, აქ დახვდი. რა ქვია სახელი? მე შანდაუკელა, შენ რა ქვია თქო? აშოტები გაბარო? არა, სახელი მაინტერესებს უბრალოდ. კონტრო, ლიორი. სასიამოვნო ბატონო კონტრო. აგნებავთ? რამნებავს და ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ. არა, საბერძნეთის ზარიდან გამოიწერო თქვენ. იაფიდან გიზნება თქო. იაფი, მაგრამ ეხლა უნდა გამოგიწეროთ. ეხლა რატო? იმიტომ რომ პარტი არ გქონდა გატარებული. კი, მაგრამ რა გატარებული? მე არ ყავდა გამტარებელი. მატარებელი? რა მატარებელი? რა მატარებელი და ვაგონიდან ჩამოხვედით ბიზნეს კლასით ეხლა. არა, მე არ ჩამოვსულა ძმაო. აბა? მე ჩამოფრინდი. ჩატელური ისე თურქეთიდან ძმაო. თურქეთიდან? თურქეთიდან. ანტალიიდან ძმაო. ესენი როდის გამოვიდნენ ოთახებიდან? დროზე შეაჯიმივდნენ და მყალებს ოთახებში უკან. ისე გაასწორა ანტალიამ. იცი იქ ისე ყველაფერი როგორ შეცდა და თეთრი იყო. ჩელენჯი გიოს ნაწილი 1. გიო ზღვაში როგორ იხჩობოდეს, რა სიზავ გადაარჩენ? გადავარჩენ. ვაიმე. საერთოდ რატო უყურებს გოგო ზღვაში იხჩობა თუ არა? გადავარჩევ, დაიხჩო. რატო უყურებ მე გოგოს რომ იხჩობა? ამოდი. კითხვა ნომერი 2. გიო, დედამიწაზე ერთადერთი გოგო რო დარჩეს, მასთან ერთად სიარულს დაიწყებდი, პაემნებს და ასე შემდეგ. არასდროს არანაირად. მირთო ჩემო. საერთოდ რატო დაუშვი რომ ის ერთადერთი გოგო სხვა არის და არა მე? მე ვრჩები დედამიწაზე. მე რატო უნდა გავქრე? მე ვარ ის ერთადერთი გოგო. ასე რომ ჩემთან ერთად სიარულს დაიწყებდი, აბა რა სიზავდი. გააგრძელებდი, ამოდი. არ დავიწყოთ ჩვენი გამოწერა.
გამომიწერე, შეგაი ადამიანი. გავწყვდი კაცი. ხალური ლოგიკა და. ახო და ისე გადაგაგდება. ახლა ყოდის გამო გაისაჯე შენ. კითხვა ნომერი 3. გიო, რაჭაში გლამპინგ ჯორჯიაში რომ ჩამომიყვანე, რამდენი დღით უნდა დამასვენო? ჰა? 2 დღით. აი, მე ღმერთო. 2 დღე რაჭაში და საერთოდ აქ როგორ მეყოფა? მინიმუმ 1 კვირა მჭირდება. 2 დღით გასვენებ, მეტი რა გიგო. არა, როგორ მე გადაწიე? 1 კვირა უნდა დამასვენო. არ გამოვა ის. გიოს წამების მეორე ნაწილს დავდებ 5000 ლაიქზე და არ დაგავიწყეთ ჩვენი გამოწერა. ორი პასი. ვინცანდი? დოლჩე ანდა გაბანა დოლჩე ანდა. Versace, Chopingi, Rai, poquito, Impone, Facebook, Facebook, Instagram. 50 ტექსტი. Gio Armani. არა, Gioxi. როგორ გადავყაროთ ნაგავი მართლა? როგორ გადავყაროთ ნაგავი მართლა? ჩავა. როგორ გადავყაროთ ნაგავი მართლა? აი ესე უნდა გადავაგდო ნაგავი რა. ახლა. ეგ 20 წლები დაიწყა. დააგვერდით და მითხარით, რომელი თოკი მიიყვანს ძვალთან. დამიწერეთ კომენტარი და გამომიწერეთ. ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. მივდივართ კონცერტზე, ვემზადებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ორეულები გვაცვია. გიო, გამოიხედე, ვიდეოს ვიღებ. ხო, აი ესე ორეულები გვაცვია ორივე ცოლ-ქმარს. იგულაობა იქნება. მაგრა იგულავებ გიო, ძალიან გიხდება. დავგადეთ რა. ჩან თავიღე? ბოსი. ნუ იქნება გოგო ბოზი. ითმაც კარგია. შემოტრიალდი ცოტა დამენახე რაღაცა. ვიდეოს ვიღებ, ვემზადებით მეთქი. ამოვტრი ახლა ამას. რა მეთქვი, მოდი ვემზადებით რაღაცა. აწეთავით და თქვი. აი. წავედა მე. მოკლედ, ვემზადებით, ჰაი თბილისში მივდივართ. ჩვენი ძმების კონცერტზე და გამოყრებით წაგიყვანთ? გიჟი. კი ბატონო, კი ბატონო. პოლიტიკა კარი უბერავს ჰაითი რა. კი ბატონო, კი ბატონო. წავით, მოვიდეთ რა. ხო, წავედით. ძალიან გიხდება ორეულები გიო. You and Lali. Yes. არ ჩანს, ხო კი არა და ჩანს, ხო. ამოიხედე თავზე რა გჭირს. You and Lali, let's go.